პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო პროგრამა მოამბის ღამის გამოშვება. ახლა კი თვალი გადავავლოთ გასული დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რწმუნებათა სიგელები გადასცა ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. საქართველოს პარლამენტის გაფართოებულ თათბირზე მთიანი რეგიონების პრობლემებზე იმჟელეს. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ხდომაზე მოსახლეობის მიერ თხევადი გაზის უსაფრთხო გამოყენების შესახებ იმჟელეს. საქართველოს კონტროლის პალატამ საგზაო ფონდში თანხების მობილიზაციისა და დარგის ფინანსური გაჯასახების საკითხის შესწავლა არასაკმარისად ჩათვალა. მალე ფოთის სპორტში რკინიგზის ბორნის მშენებლობას დაიწყებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული საბერძნეთის ფირმა ათინა. მხედრიონელთა დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა მოსამართლე ჯემალ ლეონიძისა და მოწვეული სასამართლო ექსპერტის აცილების თაობაზე. ცხეთის თევზგადამამუშავებელი საწარმო ნეპტუნის სამაცევრო განყოფილებაში 120 ტონა მალფუჭებადი პროდუქტი შეინახება. ინფორმაციები აფხაზეთის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო მოამბე ექსპრესის კორესპონდენტს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსგენ ბერიშვილმა აცნობა, რომ აფხაზი ბოევიკების მიერ გუშინ გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის ნაფიტის გადასასვლელზე მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტით კონფლიქტის ზონაში მყოფი გაეროს მისიის დამკვირვებლები დაინტერესდნენ. რუსგენ ბერიშვილის თქმით, აფხაზთა მხრიდან თავხედული თავდასხმის შესახებ გაეროს მისიის დამკვირვებლებს ესაუბრა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გენერალი მამუკა ნაჭყებია. ქართულმა სამართალდამცველებმა შეძლეს თავდასხმაში მონაწილე ბოროტმოქმედთა ნაწილის ვინაობის დადგენა. უახლოეს დღეებში მათ ეწოდინებათ ყველა მათგანის ვინაობა. რუსგენ ბერიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გაეროს დამკვირვებლებს არ გამოუჩენიათ ინტერესი ამ რამდენიმე დღის წინათ ფულის გამოძალვის მიზნით გალის რაიონის მილიციაში დაკავებულთა ბედით, როგორც აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დაზუსტებული მონაცემებით დადგენილია იმ 19 ქართული ოჯახის სია, რომელთაც აფხაზებმა სოფელ ოხურეიში სახლკარი გადაუწვეს. მისივე თქმით, ეს ვანდალური აქცია ოჩამჩირის რაიონის სოფელ რეკის მაცხოვრებლებმა განახორციელეს, რომლებმაც ვერ გაიყვეს ქართველთა საცხოვრებელი სახლები. დროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერმა ხელისუფლებამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებისათვის გამართულ ყველა დონის მოლაპარაკებებზე მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ შვანია. მისი თქმით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში დადგება სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხდომაზე. საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში გარკვეული საქმე გააკეთა 1997 წლის 17 აპრილის ცნობილი დადგენილებით. განაცხადა პოლიტიკური ნება, ახლა საჭიროა ამ ნების რეალიზაცია. ასეთი განწყობით მოვიდნენ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სათათბიროდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები. შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და ამდენად ხანგრძლივი იყო. ძირითადი თემა აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დევნილი მოსახლეობა გაგებით ეკიდება იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის ატარებს და ამ პოლიტიკისადმი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მხარდაჭერას ადასტურებს. მაგრამ აქვე გულის ტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცალკეული პირები აშკარა პროვოკაციის გზას დაადგნენ და სოციალური გაჭირვებით სპეკულირებენ. ნადარეიშვილისავე განცხადებით, ეგრეთ წოდებული საკოორდინაციო საბჭო დღეს დესტრუქციული ძალაა და სამწუხაროდ მას პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებთან ერთად ზოგიერთი საპარლამენტო ფრაქციაც უთანაგრძნობს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის აქტიური ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ ერქვანიას თქმით, გარკვეულ პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მარტო აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების ავტორიტეტზე, არამედ მოლაპარაკებების ხარისხზეც. აქვე აღინიშნა პრესისა და ტელევიზიის როლზე ამ პროცესებში. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დევნილთა მდგომარეობის შეფასებისას ადამიანის უფლებათა დაცვის აღიარებულ ნორმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არ არსებობს ადამიანის უფლების დარღვევის უფრო საზარელი ფორმა, ვიდრე გენოციდი და ეთნოწმენდაა, რითაც ასე ვთქვათ თავი გამოიჩინეს აფხაზებმა. ზურაბ ჟვანიას აზრით, ამ მხრივ საჭიროა მეტი პროპაგანდა, როგორც ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავთა შორის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათ შეძლეს დევნილ მოსახლეობაში გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება. 0 საათი და 10 წუთია თბილისის დროით თქვენ უყურებთ მოამბის ღამის გამოშვებას.
პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია უხელმძღვანელებს საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც 30 იანვარს მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტის ალექსანდრე ძასოხოვის ინაუგურაციის ცერემონიაში. როგორც მოამბე ექსპრეს პარლამენტის პრეს-ცენტრიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აგრეთვე საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში ვაჟა ლორდ-კიფაინძე, ეკონომიკის მინისტრი ვლადიმერ პაპავა და პარლამენტართა ჯგუფი. საქართველოს ხელისუფლებამ პოზიტიურად შეაფასა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტად ძასოხოვის არჩევის ფაქტი და გამოთქვა რწმენა, რომ ძასოხოვი ისევე როგორც მისი წინამორბედი ახსარბეკ გალაზოვი ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესის აქტიური მონაწილე გახდება. როგორც ცნობილი გახდა, ძასოხოვი უკვე შეხვდა ლუდვიგ ჩიბიროვს და თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.